გამარჯობა ლევან, დიდი მადლობა ლევან გერაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მადლობა შენი დროისთვის და უნდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, რომელზეც მედიაში სამწუხაროდ ბევრი ინფორმაცია არ არის. ან თუ არის საკმაოდ ზედაპირული და მწირი. არჩევნები აფხაზეთში და საერთოდ აფხაზეთში. რა ხდება აფხაზეთში ახლა? ძალიან ზოგადი კითხვაა. პირველ რიგში მადლობა ინტერესისათვის და მოწვევისათვის და ამ თემის აქტუალიზაციის მორიგი მცდელობისათვის მე ვიცი შენი დამოკიდებულება პირადი და საზოგადოებრივიც, ასე ვთქვათ, შენი და შენი მეგობრებისა ამ საკითხის მიმართ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას აფხაზეთისა და ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მოგვარების საკითხი არ დაავიწყდება. კითხვა ძალიან ზოგადია, გიორგი. ხდება ის, რაც, პრინციპში მოსალოდნელი იყო, რომ მოხდებოდა პოლიტიკური პროცესია, რომელიც გამოწვეულია აფხაზეთში ადგილზე შექმნილი საკმაოდ რთული სოციალ-ეკონომიკური ვითარებით და იმ დამოკიდებულებით, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს აფხაზეთის მიმართ, საქართველოს მიმართ და რომელიც აქვს საერთაშორისო საზოგადოებრიობას უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრელი ომის ფონზე. იქ არსებული ვითარება სამწუხაროდ კიდევ უფრო იძაბება გამომდინარე იმ ინტერესთა ჯგუფებიდან, რომელიც აფხაზეთში წარმოადგენს ინტერესთა ჯგუფებს რუსეთის ფედერაციაში და რეალურად იქედან იმართება რაღაც გარკვეული პროცესები. აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი პოლიტიკური ძალები აბსოლუტურად ყველანი ორიენტირებულნი არიან ბუნებრივია რუსეთის ფედერაციაზე, დამოკიდებულნი არიან გარკვეულ ჯგუფებზე და ატარებენ მათ ინტერესებს. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთში კონფლიქტს ვერ ვიტყოდი, მაგრამ საკმაოდ მძაფრი კონკურენციის საფუძველზე ურთიერთობენ, კონკურენციის ფორმატში და რეჟიმში ურთიერთობენ და ცდილობენ ერთმანეთს წაართვან აფხაზეთში არსებული ეკონომიკური და სხვა შესაძლებლობები, რაც საკმაოდ დიდია გამომდინარე აფხაზეთის ბუნებრივი მდგომარეობიდან, ჰავიდან, საზღვაო, ვთქვათ, ადრინდელი არსებული ინფრასტრუქტურიდან და მომავალი პერსპექტივებიდან. როგორც თვითონ ამბობენ, ლაკმუკუსოჩი. ბევრი პროექტი არსებობდა ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის პერიოდში და შემდეგ, მაგრამ არსებული ვითარების გამო მათი განხორციელების შესაძლებლობა არ იყო. დღეს, მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციის კონსოლიდირებულ პოლიტიკუმს, ასე ვთქვათ, არ აქვს იმის რესურსი, რომ დიდი ყურადღება დაუთმოს აფხაზეთს, ვიღაცებმა სცადეს საკუთარი ინტერესები გაეტარებინათ. თუმცა სხვა ჯგუფებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს, იმიტომ რომ აშკარად ხედავდნენ, რომ ამის შემდეგ საკუთარ ინტერესებს ვერ გაატარებდნენ. რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ თვითონ აფხაზეთში მოხდა ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც მოხდა და რამაც შეცვალა დე-ფაქტო პრეზიდენტი. თუმცა ამ შეცვლით იქ პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლა. არაფერი გაუმჯობესებულა, არაფერი გაუარესებულა პირდაპირ ვთქვათ და საქართველოსთან რა დამოკიდებულებაც იყო, ის დამოკიდებულება დარჩა. გაგახსენებთ წინა დე-ფაქტო პრეზიდენტის ტრანსფორმაციას, ასე ვთქვათ, როდესაც ის ჯერ კიდე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მას საკმაოდ შემრიგებლური დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მიმართ და ის გამოდიოდა როგორც გულმხრვალე მომხრე საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით. შემდეგ გვახსოვს, რომ მან გარკვეული პირობები დააყენა ამ აღდგენასთან დაკავშირებით, შემდეგ გვახსოვს, რომ ის უცაბედად ავად გახდა და ამ ავადგახდომის შემდეგ მისი პოზიციაც, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო გაუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ. ბევრი აფხაზეთში კონსპირაციულად ამას უკავშირებს რუსეთის გარკვეულ ზემოქმედებას მასზე. იმიტომ რომ თუ თავიდან, როდესაც ჯერ კიდე პრეზიდენტი არ იყო, თავისუფალი იყო გარკვეული პასუხისმგებლობებისაგან, მაგრამ ცდილობდა რომ მოსახლეობის ხმები და მხარდაჭერა
მოეხვეჭა მაშინ მომხრე იყო საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის და ზოგადად ურთიერთობების აღდგენის და მაშინ როდესაც ჰქონდა შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ჩანს დამატებითი პასუხისმგებლობები გაუჩნდა, ისეთი პირობები დააყენა, რომლის შესრულება არც ქართველებს არ შეგვიძლია და არც ცივილიზებული ჩიხში შეიყვანა ჩიხში შეიყვანა, ახლა მოითხოვა პირდაპირ აღიარება, რეპარაციების გადახდა, იმ ზარალის აღდგენა, რომელიც საქართველოს მიერ არის მისი თქმით მიყენებული აფხაზეთის ეკონომიკის მიმართ და ამის შემდეგ ვისაუბროთ ურთიერთობების აღდგენაზე. ბუნებრივია ხა ამაზე არავინ არ წავა და ვერავინ ვერ წავა. ხო და ტრანსფორმაცია მისი და მისი პოზიციის ცვლილებები ბუნებრივია დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულებასთან, როგორც ამ კონკრეტულად კონფლიქტის მიმართ, ასევე ზოგადად საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ. ლევან, ესეთი კითხვა მინდა დავსწრა საკმაოდ მარტივი. რა უნდა აფხაზეთს? ანუ აი იქ მაცხოვრებლებს, იქაურ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს რა სურს მათ? მე ვისაუბროთ რა სურს თბილისს და ვისაუბროთ იმაზე რა სურს მოსკოვს, რახან რუსის ჯარი დგას იქ. ძალიან ხშირად შემხედრია მკვლევარების და ზოგადად კარგად გათვითცნობიერებული პირების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ორი ეროვნული პროექტი შეეჯახა ერთმანეთს. აფხაზური ეროვნული პროექტი, ქართული ეროვნული პროექტი და რუსეთის ფედერაციის ეროვნული პროექტი, რომელიც სამწთა კავშირის აღდგენას თუ არა, ყოველ შემთხვევაში გავლენის მონოპოლიურ შენარჩუნებას ითვალისწინებს ჩვენს რეგიონზე. მათი გადმოსახედიდან, ამ შემფასებლების გადმოსახედიდან აფხაზური ეროვნული პროექტი ნიშნავს დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობას, რაც არც საქართველოსათვის და არც რუსეთის ფედერაციისათვის მისაღები არ არის და საქართველოს ეროვნული პროექტი დამოუკიდებელი ერთიანი საქართველოა, რომელიც რეგიონში სხვა სუბიექტების თანასწორია, თუ მეტი არა, ვინაიდან ამ ტერიტორიის მფლობელი ქართველი ერია, რომელსაც ყველა უფლება უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, განკარგოს თავისუფლად საკუთარი ცხოვრება და საკუთარი მომავალი შექმნას ფასეულობებისა, ღირებულებებისა და საკუთარი ისტორიული გამოცდილების საფუძველზე. აბსოლუტურად გასაგებია. როდესაც ჩვენ ვამბობთ პოლიტიკურ ელიტაზე აფხაზეთში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი რამ სტრატეგიული თვალსაზრისით დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. და რაც შეეხება რა უნდათ აფხაზებს უნდათ აბსოლუტურად იგივე რაც უნდათ ქართველებს, სომხებს, ფრანგებს, გერმანელებს, ებრაელებს, არაბებს, მათ უნდათ ადამიანურად ცხოვრება იმ ტერიტორიაზე, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. დამოკიდებულებები საკითხების მიმართ იცვლება პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან და მედიის ზემოქმედების, ასე ვთქვათ, ცვლილებასთან ერთად. ძალიან კარგად ჩანს, რომ რადიკალური ცვლილება შეუძლებელია, თუმცა პოზიციების შერბილება ან გახისტება, თუ ეს სიტყვა სწორია ქართულად, საკმაოდ ადვილად ხდება ისევ და ისევ მედიის ზემოქმედების შედეგად. ძალიან კარგი შედეგი მოიტანა საქართველოს მთავრობის მშვიდობიანმა პოლიტიკამ, რომელიც ითვალისწინებს რეფერალური პროგრამების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სხვა განცხადებებს, დამოკიდებულებებს და ასე შემდეგ. თუმცა ბუნებრივია ძირეულ ცვლილებას ეს ვერ მოახერხებს, ვინაიდან ძირეული ცვლილება კომპლექსური ზემოქმედებით უნდა მოხდეს. და უნდა დაბალანსდეს ის ძალიან დიდი ნეგატიური როლი, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის. ბუნებრივია საქართველოს როგორც ერთ სახელმწიფოს, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ის, და სამწუხაროდ ჩვენ არა ვართ ძლიერი სახელმწიფო, ვერ ექნება ისეთი შესაძლებლობები, როგორიც აქვს აფხაზეთში საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ძალებს. და ეს ინტერესები საკმაოდ დიდია. არსებობს ინტერესთა კალათა აფხაზეთში, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, კრიმინალურ და რაც ყველაზე ძნელად, ასე ვთქვათ, მოსაგვარებელია და
დასალაგებელია ფსიქოლოგიურ ინტერესს. ძალიან დიდ რაოდენობას ადამიანებისა მთლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია, მათ შორის საქართველო და განსაკუთრებით აფხაზეთი წარმოუდგენიათ როგორც აი ის ადგილი, რომელიც ერთ დროს ჩვენი იყო და დავკარგეთ, მაგრამ ჩვენი უნდა იყოს, იმიტომ რომ მთელი საბჭოთა ელიტა, როდესაც არ იყო შესაძლებლობა სხვაგან წასულიყვნენ დასასვენებლად, წელიწადის რაღაც გარკვეულ ნაწილს ატარებდა აქ და აქ მისთვის იყო მოწყობილი საუკეთესო პირობები. საუკეთესო დრო აქვთ ბჭყალებში, რო ვთქვათ, ნატარები აფხაზეთში და ეს მოდის ჯერ კიდე პრინცი ოლდენბურგის პერიოდიდან. ახლა გაგახსენებთ, აფხაზეთი არ იყო ყოველთვის საკურორტო ზონა, ეს იყო ადგილი, სადაც მაგალითად კაზაკებმა ვერ იცხოვრეს და ნახევარი შეეწირა მალარიას და სხვა დაავადებებს და მეორე ნახევარი იძულებული გახდა რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც აი მისი კულტივაცია ბჭყალებში იწყება და ეს უკავშირდება პრინცი ოლდენბურგის გადმოსახლებას, აფხაზეთში შესაბამისად ვითარება იცვლება და აფხაზეთი всесоюзная здравница ხდება. რაც შესაბამის ცვლილებებს დამოკიდებულებაში იწვევს. თუ ადრე ეს იყო საშინელი ადგილი, მთლიანად კავკასია იყო ესეთი ადგილი, სადაც ციმბირთან ერთად გადასახლება ხდებოდა განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, მძიმე დანაშაულებში მხილებული პირების, შემდეგ ის ხდება ადგილი, რომელიც პირიქით საოცნებოა და როგორც შუა მე-20 საუკუნის, ასე ვთქვათ, შუა პერიოდის ამერიკელი მწერლები წერდნენ, ეს არის ადგილი, სადაც გარდაცვალების მერე, ესე როგორ აქვს დაწერილი, სტეინბეკს აქვს დაწერილი, ეს არის ადგილი, სადაც საბჭოელებს ღმერთის არ სჯერათ, მაგრამ საქართველოს არის ის ადგილი, სადაც მათ უნდათ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება გააგრძელონ, რაღაცა ამდაგვარი, ანუ ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ის პირობები, რომელიც შექმნილი იყო აქ, ბევრგან შექმნილი ვერ იქნებოდა და დღეს მათი შვილები, რომლებიც რეალურად გადაწყვეტილებებს იღებენ რუსეთის ტერიტორიაზე, ვერ ეგუებიან იმას, რომ აფხაზეთი მათი შეიძლება არ იყოს. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა დღეს რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენს აფხაზეთი, რას წარმოადგენს საქართველო, ბევრ მათგანს უცხოვრია, ბევრ მათგანს რაღაცა გარკვეული ურთიერთობები აქვს, როგორც ბავშვობიდან დაწყებული, შემდეგ შეძენილი, მაგალითად კირიენკო, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული აფხაზეთში, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სოხუმში და შემდეგ უკვე ბავშვობაში გადავიდა კრასნოდარის ოლქში საცხოვრებლად, რომელიც ინარჩუნებს ურთიერთობას თავის კლასელებთან და ბავშვობის დროინდელ მეგობრებთან, შეიძლება ყველასთან არა, მაგრამ გარკვეული ემოციური ბმა ყველა შემთხვევაში აქვს. ასევე არის რუსეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის ძალიან ბევრი ესეთი ნათელიო ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რო ჩანან ისეთი ადამიანები, მაგალითად იგივე მარგარიტა სიმონიანი, რომელიც გაგრაზე დაბიჭვინთაზე იძახის, რომ ბებიაჩემი იქედან არის და მე წელიწადში ორჯერ მაინც აუცილებლად აფხაზეთში ჩავდივარ, ერევანში ორჯერ ვარო ნამყოფიო და აფხაზეთში წელიწადში ორჯერ ჩავდივარო, იმიტომ რომ ჩვენი არის. ეს დამოკიდებულება ბევრს აქვს, ბევრი ამას ვერ ლაპარაკობს, ბუნებრივი ამას არ აქვს ისეთ შესაძლებლობები, როგორც მარგარიტა სიმონიანს აქვს. ესე მთელს მსოფლიოზე საკუთარი აზრები განაცხადოს, აფრქვიოს, მაგრამ დამოკიდებულება ასეთი აფხაზეთის მიმართ აქვს. გაგახსენებთ და ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი საბჭოთა კავშირისა, რომელიც აფხაზეთში დასასვენებლად არ ჩამოდიოდა, ეს იყო ლეონიდ ბრეჟნევი, იმიტომ რომ მას ძალიან ცუდად ახსოვდა ხრუშჩოვის გამოცდილება, რომელიც ბიჭვინთაში დააპატიმრეს, ინაურმა დააპატიმრა, ცნობილი სხდომის შემდეგ მოსკოვში დაადო მას ხელბორტილები და გასვათლითუნავზე მოსკოვში ჩაიყვანა. ესეთი ასე ვთქვათ, ნალექი ჰქონდა მსუბუქად რომ ვთქვათ, ემოციური აფხაზეთის მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ბუნებრივია გამზადებული იყო ადგილები, ის დასასვენებლად აფხაზეთში არ ჩამოდიოდა. განსხვავებით გორბაჩოვისაგან, რომელმაც ვერ მოასწრო, მაგრამ მას საქართველოს მთავრობამ მიუსერაში სტალინის აგარაკის გვერდით შესანიშნავი აგარაკი
აუშენა და დღეს ის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკუთრებაშია. გარდა ამისა, ძალიან ბევრი სამხედრო პირი თუ მთავრობის წარმომადგენელი ფლობდა იქ ეგრეთ წოდებულ დაჩას და მათთვის ზაფხულში გატარებული დღეები აფხაზეთში, მათი, ასე ვთქვათ, სასიკეთო და სასიამოვნო მოსაგონარის დიდ ნაწილს წარმოადგენდა და ეს ემოციური ბმა, ეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება დღემდე შენარჩუნებულია სამწუხაროდ. ლევან, ეს არის რაღაცა პირადი დამოკიდებულებები ერთ მხარეს, მაგრამ მე ვახსენე, რომ აქ არ მხოლოდ ეს ყველაზე რთულად მოსაგვარებელია თქო, თორემ არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ინტერესი რუსეთის ფედერაციისა. დიახ, აი სამხედრო პოლიტიკურზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ უნდა გადავიდეთ მერე შემდეგ საკითხზე. კი ბატონო, აი სამხედრო პოლიტიკური ინტერესი ახლა როგორ ფიქრობ, რამდენი სამხედრო ბაზა არის რუსეთის ფედერაციის აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც მე მათგან ვიცი, ეს არ არის ჩემი მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რაც მე ჩემი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი. რიცხვი არის, აი პატარა აფხაზეთისათვის ისეთი შემაშფოთებლად დიდი. მარტო გალის რაიონში არის 9 სამხედრო ბაზა, ბუნებრივია ეს არ არის ინჯგირლიკის ბაზა, ან რამშტაინი, ან რა. მცირე სამხედრო ბაზები, სამხედრო ობიექტები პლუს დიდი სამხედრო ბაზით. პლუს დიდი სამხედრო ბაზა გუდაუთაში მაგალითად. ან სამხედრო ბაზა, რომელიც ნახა ჯერ არ გაშვებულა, როგორც ვიცით, მაგრამ და ოჩამჭირეში, სადაც, ასე ვთქვათ, გაცხადებულია ინტერესი აი სამხედრო პორტის მიმართ, რომელიც ამ ქალაქში ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდში არსებობდა. მე გაგახსენებ, მგონი 2002 წელი იყო. ავაქსმა რო გადაუფრინა საქართველოს, რამხელა ამბავი ატყდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, იმიტომ რომ მან დააფიქსირა რაღაცეები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ბუნებრივია ხა, იქ 2001 იყო მე. 2001 იყო. მანდარინს როგორ კრეფენ ეს არ დაუფიქსირებია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ან რაღაცა დამსვენებლები როგორ ისვენებენ აფხაზეთის პლაჟებზე. ავაქსმა დააფიქსირა ისეთი რაღაცები, ისი დაფიქსირებაც რუსეთის ფედერაციას არ უნდა და იმასაც გაგახსენებ, რომ მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, ინსპექტირება ბომბურას აეროპორტის, გუდაუთის სამხედრო ბაზის არასოდეს მოხდარა ინსპექტორების ეუთოს ინსპექტორების მხრიდან. მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად არაერთხელ წარმოადგინა, იქ არსებული ინფორმაციით უახლესი, ყველაზე მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იდგა S300, S400, რაც არ უნდა ყოფილიყო აი ამ შეთანხმებით და განცხადებით რუსეთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით იქ იყო მხოლოდ 600 მედესანტე, რომელიც ამ ტერიტორიას იცავდნენ და სხვა ფუნქცია მათ არ ჰქონდათ, მაგრამ სინამდვილეში რა ხდებოდა, ამის ინსპექტირების შესაძლებლობას არ იძლეოდნენ და ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში, მაშინ როდესაც ასეთი შესაძლებლობები არ არსებობდა დაკვირვების, გუდაუთის აი ასაფრენ ზოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ის რამდენიმე რაღაცა გარკვეული უფრო დაბლაა ვიდრე ზღვის დონე და პირველი 4 წუთის განმავლობაში, როგორც სამხედროები ამბობენ, ძალიან რთული იყო იმ ბომბდანშენების და ზოგადად საჰაერო ხომალდების აღმოჩენა, რომელიც აქედან ფრინდებოდა. ეჭვი მაქვს, რომ დღეს უკვე მაშინ როცა კოსმოსური ტექნოლოგიები ძალიან არის განვითარებული, ეს უპირატესობები არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ გამომდინარე ამ მაშინდელი უპირატესობიდან ინფრასტრუქტურა გუდაუთის ბაზის ტერიტორიაზე იყო ძალიან შთამბეჭდავი. და მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირისა და ნატოს ქვეყნების სამხედრო დაპირისპირების პირობებში. და აი სამხედრო დაპირისპირება უფრო და უფრო იზრდება აფხაზეთში. ამას საომარი მოქმედებების სახე არ აქვს, საომარი მოქმედებების სახე აქვს უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც ნატო, რა თქმა უნდა, ჩართული არ არის, მაგრამ ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინას ეხმარებიან თავდაცვითარიანობის გაძლიერებაში და შესაძლებლობას აძლევენ უკრაინას. აი ზუსტად უკრაინასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, რომ რა გავლენას ახდენს უკრაინაში ომი თვითონ აფხაზეთზე და შავ ზღვაზე ზოგადად, იმიტომ რომ 93-ის შემდეგ, ანუ პრაქტიკულად 200 კილომეტრიანი ჩვენი სანაპირო ზოლი, მხოლოდ სანაპირო ზოლზე მაქვს საუბარი, წაიღო, რასაც დაემატა 2014-ში უკვე ყირიმის ნახევარკუნძულიც და ანუ უზარმაზარი სანაპირო ზოლი არის დღეს რუსეთის კონტროლის ქვეშ. ხო, მაგრამ ვერ გამოადგა. ვერ გამოადგა. ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, იმის აჩრდილიღად არჩა, რაც თავის დროზე იყო.
და ის შესაძლებლობები, რომელიც ადრე მას ჰქონდა, არა აქვს და აწი ალბათ არც ექნება. მაშინ, როდესაც ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები, გარკვეულ შესაძლებლობებს ინარჩუნებენ, განსაკუთრებით თურქეთი, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და საკმაოდ ძლიერი ფლოტი აქვს. აქვე არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიც, რომელიც ბოლო პერიოდში ტრამპის მოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, გადახედვას ექვემდებარება ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა დანარჩენი ინტერესები, როგორც იყო, ისევე იქნება და პირველ რიგში თურქეთი არავის არ მისცემს შესაძლებლობას, რომ რაღაც გარკვეული დომინაცია ან მონოპოლიზაცია მოახდინონ ამ სივრცის. და ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა მათ შორის თურქული ინტერესებისა და გარანტიების გათვალისწინებით ამ სატრანსპორტო შესაძლებლობას იყენებს შავ ზღვას. თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ბუნებრივია, ხო, კაცმა არ იცის აზოვის ზღვასთან დაკავშირებით მომავალში რა იქნება თუ არა უკრაინას გასასვლელი მომავალში და საერთოდ რა იქნება უკრაინასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახერხა ეფექტური კონტროლი დაემყარებინა ამ ზოლზე, აი ის რეგიონული კი, მაგრამ გლობალური, ასე ვთქვათ, დომინაციის გასამყარებლად ამას ვერ იყენებს. ამაზე უკეთესია სამხედრო, ასე ვთქვათ, ექსპერტებს დაელაპარაკო, იმიტომ რომ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემი აფხაზი მეგობრები მეუბნებიან და ის სამხედრო ექსპერტები, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე. ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ მათი ნააზრევისა და საუბრის გამეორებაა და ლევან, როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის ომმა თვითონ აფხაზურ მოსახლეობაზე? იქიდან არაერთი ადამიანი წავიდა საბრძოლოდ რუსეთის მხარეს და ბოლოს ფორსტები გუშინ წინ იყო ინფორმაცია, რომ მსჯელობენ იმის თაობაზე, რომ აღარ დაუშვან ეს მებრძოლები უკან აფხაზეთში, ხო, რაღაცა და მანამდეც ჰქონდათ მაგალითად 2014-დან მოყოლებული აფხაზეთი გამოყენებული, ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო ზონად, რაზეც შენ საუბრობდი და ოდიოზური მებრძოლები ისვენებდნენ. ახრაავი ძბაზეა აქ საუბარი მხოლოდ, რომელიც ან პიკნაშკას ხელმძღვანელი იყო, საიდანაც მხოლოდ ახრაავი ძბა დარჩა ცოცხალი, დანარჩენები უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა და სადაზვერვო სამსახურებმა გაანადგურეს. სხვა ახლა ვინმე ისეთი მნიშვნელოვანი აფხაზეთიდან, ვინც ამ საომარ-მოქმედებებში იღებს მონაწილეობას, პრინციპში არ არის და აფხაზეთიდან ბევრად ნაკლებია საომრად წასული, ვიდრე ცხინვალის რეგიონიდან. ცხინვალის რეგიონი დადასტურებულად 77 ადამიანის სახელი და გვარია ცნობილი, ვინც დაიღუპა. ამბობენ, რომ მეტია, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არის დიდი რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც უბრძოლკლოდ არიან დაკარგულები და დიდი ალბათობით ისინი დაღუპულები არიან. აფხაზეთი ესე აქტიურად ამ საომარ-მოქმედებაში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა განცხადებების დონეზე მთლიანად უჭერს ფარს იმ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინის მიმართ ატარებს, თუმცა ამ დამოკიდებულებას არ იზიარებენ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, ვისაც მე ვესაუბრე, ვისთანაც მე მქონდა შესაძლებლობა აზრები გამოცვალა ამ თემასთან დაკავშირებით, არავინ არის აღფრთოვანებული ამ საომარი მოქმედებების დაწყებით და იმ მიზნებსა და ამოცანებს არ იზიარებენ, რაც გაცხადებულია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამან ძალიან გააფუჭა სოციალ-ეკონომიკური ვითარება რეგიონში და განსაკუთრებით აფხაზეთში. აფხაზეთი უნდა ვიცოდეთ, რომ დოტაციური რეგიონია და მას ის ფული შემოაკლდა, ახლა ცოტა ხნის წინათ გადაურიცხეს, კი არა და გამოყვეს 5 მილიარდი ახლა მთლიანად არ წასულა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აი ეს დოტაციები, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში მიდიოდა, ძალიან არის შემცირებული. რამაც სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. ასევე უნდა ითქვას, რომ გამომდინარე იქედან, რომ დიდ ყურადღებას ვერ აქცევენ კრემლში აფხაზეთს, იქ გაჩნდნენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთში ან ლაკამეკუსოჩი აი ამის, ასე ვთქვათ, მითვისებას უწ და აი იმ დაპირისპირებამ, სწორედ ის პოლიტიკური დაპირისპირებამ იქ მოსკოვში გამოიწვია ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ აფხაზეთში პოლიტიკური ძალების დაჯახებასა და დემონსტრაციებში აისახა.
რამაც საბოლოო ჯამში გარკვეული განაწყენება გამოიწვია იმ ადამიანებისა, ვინც ვერ მოახერხა საკუთარი მიზნებისა და ამოცანების რეალიზაცია აფხაზეთში და გახსოვთ, რომ გათიშული იყო შუქი და ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში, რაც აფხაზეთისათვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება პოზიტიური ვერ იქნება. მართალია, როდესაც ასე დაიძაბა ვითარება აფხაზეთისათვის მოიცალეს და ჩააქრეს ეს ყველაფერი და ჩააქრეს, ასე ვთქვათ, ისე როგორც ეს მათ აწყობდათ და ამ ჯერზე გამოვიდათ, მაგრამ ყოველთვის არ გამოვა. და ასეთი დამოკიდებულება მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის ნიველირება მოხდა, გარკვეული ნალექი მოსახლეობაში რჩება და ის ცალსახა პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულებიდან უცებ საკმაოდ დიდხანს ნარჩუნდებოდა აფხაზეთის მოსახლეობაში, ძალიან ბევრმა ფაქტორმა არ გაანეიტრალა, მაგრამ საკმაოდ ასე ვთქვათ, შეამცირა მხარდაჭერა აფხაზეთის მოსახლეობის მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიმართ. პლუს ველოდებით არჩევნების მეორე ტურს, რომელიც ძალიან მალე, არაფერს არ შეცვლის, თუმცა მალე გაიმართა. ერთიც მინდა გკითხო, აეროპორტთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პირველი საცდელი ფრენაც განხორციელდა, რას მოასწავებს ეს ყველაფერი, რამდენად იქნება რეგულარული რეისები ამ მიმართულებით დანიშნული და როგორი გავლენა იქნება საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს. ზაფხულში ახლა რეგულარული რეისები რო იყოს დანიშნული, არავის არ უნდა გაუკვირდეს, იმიტომ რომ ყირიმში ახლა არც ისე უსაფრთხოა დასვენება, რჩება აფხაზეთი, თუ თავის დროზე რუსეთის ფედერაცია რაღაც გარკვეულ ილუზიას მაინც ქმნიდა იმისა, რომ ვთქვათ, არ არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, დღეს ახლა ამ ქიმერისაგან ბრჭყალებში მთლიანად გათავისუფლდა და იყენებს ამ შესაძლებლობებს. უდიდესი წილი თუ აბსოლუტურად ის არა, დამსვენებლებისა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოდიან აფხაზეთის ტერიტორიაზე ის საკონტროლო გამშვები პუნქტი ფსოუზე ზაფხულის პერიოდში პრაქტიკულად კატასტროფაა, იმიტომ რომ გადასვლა-გადმოსვლა იმაზე მეტ ხანს, ასე ვთქვათ, საჭიროებს, მოითხოვს, ვიდრე მგზავრობა, ასე რომ ის რომ აეროპორტი გაიხსნება და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფრინდნენ, მათთვის უნებრივია სერიოზული ამოსუნ თქვა. მაგრამ ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისედაც ძალიან ბევრი პრობლემებით დახუნძლული საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის. ახლა ესე იგი ჩვენ ნელ-ნელა ვეგუებით იმას, რომ შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდებით სახელმწიფო საზღვრების შეცვლა. ესე იგი შესაძლებელია ძლიერს ჰქონდეს უფლება, რომ აი ესე შეცვალოს შედარებით სუსტი სახელმწიფოების საზღვრები და მიითვისოს ტერიტორიები, რასაც ის აკეთებს უკრაინის მიმართ და რასაც პრაქტიკულად აკეთებს ჩვენ მიმართაც. ახლა ის რომ ოფიციალურად არ არის ანექსირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, იმას არ ნიშნავს, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელება რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია. ერთადერთი ახლა ესე ადვილად ვერ იქცევა მოლდოვის ტერიტორიაზე დნესტრისპირეთში, იმიტომ რომ უშუალო შეხება და საზღვარი არ აქვს, მაგრამ პრაქტიკულად იქაც იგივეა. და ვიცით ჩვენ რომ რუსეთის ფედერაცია ძალიან აქტიურად ერევა იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მოლდოვაში მიმდინარეობს. მოლდოვაში კი არა, რუმინეთში შეეცადა, ეგერ პოლიტიკური სურათი შეეცვალა, მაგრამ ყველგან შეეცადა და ყველგან შეეცდება. ყველგან შეეცადა, სადღაც უკეთ გამოსდის, სადღაც ნაკლებად ახლა ოპერატიული მეურნეობიდან დაწყებული, სხვა გავლენებით დამთავრებული უნებრივია პოსტსაბჭოთა სივრცეში, გამოკლებით ბალტიისპირეთისა მეტი შესაძლებლობა აქვს, სადღაც ნაკლები, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ კარგი კავშირები აქვს ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალებთან და მათი დახმარებით საკუთარი ინტერესების რეალიზაციას ცდილობს და რაღაცები გამოსდის კიდეც. ყოველ შემთხვევაში ის მაინც გამოსდის, რომ რაღაცა გარკვეულ განხეთქილებას ქმნის პოლიტიკურ ელიტაში ბევრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების მიმართ, როგორც არის ომი უკრაინაში, როგორც არის ნატოს გაფართოება, ევროკავშირის გაფართოება და სხვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ასე ვთქვათ, მომავალი
სამშვიდობო თუ უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი ნაწილი უნდა გახდეს და საყრდენი უნდა გახდეს მომავალში ჩვენს რეგიონში სტაბილური მშვიდობისა. ლევან და ბოლოს მე მესმის რომ რაღაცა მოლოდინების შექმნა ან ზოგადად რაღაცა პროგნოზების გაკეთება ყველაზე უმადური საქმეა, მაგრამ აი იმ ძაფებით, რა ძაფებით არის დღეს შენარჩუნებული თბილისსა და სოხუმს შორის მაგალითად, რა პერსპექტივის ან რა მართლა რა ხვალინდელ დღეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ან როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ საერთოდ ამაზე. გიორგი, აფხაზეთის პრობლემა არის კომპლექსური პრობლემა და მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აი ეს ძაფები არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, როგორც მათემატიკოსები ამბობენ, პრობლემის მოსაგვარებლად. არ არის ეს საკმარისი ძალა იმისათვის, რომ დაძლეულ იქნას ის ნეგატიური გავლენა, რომელიც პირველ რიგში საომრმა მოქმედებებმა დატოვა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, ეს ერთი და მეორე ის ნეგატივი, რომელიც აი ნიაღვარივით მოედინება რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ის კონტროლი, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ამ ტერიტორიებზე და ეს აბსოლუტურად გასაგებია. სხვანაირად არც შეიძლება რომ ყოფილიყო. დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მიიჩნევს მთავარ მიზნად და პრობლემად საკუთარი გავლენის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა სივრცეზე, შესაძლებლობა მისცეს საქართველოს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა მაშინ, როდესაც მას სრულად ჰქონდა გაცხადებული კურსი პროატლანტიკური და პროევროპული, ბუნებრივია აღიქმება როგორც უდიდესი დარტყმა ინტერესებისა. Задний двор, როგორც ისინი ეძახიან პოსტსაბჭოთა სივრცეს და საკუთარ უკანა ეზოში ვინმე ესეთი რაღაცები მოგიწყოს, ბუნებრივია მისაღები არ იქნებოდა არავისთვის და ცდილობენ რომ არ დაუშვან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ძალიან ძლავრი ინსტრუმენტი, რომ საკუთარი ინტერესები გაატარონ რეგიონში და ბუნებრივია ამ ინსტრუმენტებს ბოლომდე გამოიყენებენ. დიდი მადლობა ლევან. სრულათაც გეთანხმები და თან ძალიან ნიჰილისტურადაც ვარ განწყობილი. მე არა ვარ ნიჰილისტურად განწყობილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება უცება არა, მაგრამ ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სჭირდება ძალიან კომპლექსური და ძალიან ინტენსიური მუშაობა, მცდელობები, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთანაც. ბუნებრივია ხა მარტო რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებით არაფერი არ გამოგვივა, მაგრამ სათანადო საერთაშორისო ჩართულობის, არა იმ ჩართულობის, რომელიც 90-იან წლებში და 2000-იან წლებში იყო, მაგრამ აი სათანადო ჩართულობის შემთხვევაში ყველა მოთამაშის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია, ამის რესურსები არსებობს, კონცეფციები არსებობს, ხალხი მუშაობს, ასე ვთქვათ, ცდილობს საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას, მაგრამ აი დღეს ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ცოტა სხვა ინტერესებზე და აქედან გამომდინარე არ გამოდის აი ამ სწორი მიმართულებების რეალიზაცია და მათი ასე ვთქვათ გატარება ცხოვრებაში. მადლობა ლევან.